მოგესალმებით, მე ვარ საშა კალანტაროვი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი და ამ დარგში ვმუშაობ 30 წელი და ცოტა მეტიც. მე მგონი დღეს მაქვს იმის საშუალება და პოტენციალი, რომ გითხრათ და საზოგადოებას მოუყვე, რა არის საჭირო ადამიანისთვის, ექიმისთვის, იმისთვის, რომ გახდეს პროფესიონალი და გახდეს გუნდის ხელმძღვანელი და მენტორი. პირველი ეს არის ტალანტი, მეორე არის აუცილებელი თავდადებული შრომა, სათანადო ცოდნა მიღებული და რაღაც გარემოება აუცილებელია და პირობები. ჩვენ ყველანი ვიწყებთ სამსახურს, როცა ვართ ახალგაზრდები, ვართ ენთუზიასტები ჩვენი საქმის, ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მე მაგალითად, რომ გავიხსენო ჩემი ახალგაზრდობა, პრაქტიკულად მუშაობდი 24 საათი დღე-ღამეში და ნამდვილად არ ვაჭარბებ, მეძინა 2-3 საათი დილიდან საღამომდე ვიყავი საავადმყოფოში, უვლიდი პაციენტს, ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი მიმართულება ქირურგიაში. დღეს პლასტიკური ქირურგია გახდა ძალიან საინტერესო დარგი მედიცინაში და კერძოდ ქირურგიაში და გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებები. ჩვენი წარმატებები არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ვართ ჩვეულებრივი პლასტიკური ქირურგები, ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ბევრ პლასტიკურ, ესთეტიკურ და რეკონსტრუქციულ ოპერაციებს. გვაქვს ისეთი გამოცდილება, რომელიც დღეს გადის უკვე ჩვენი ქვეყნის და კავკასიის ფარგლებს გარეთ. ვაკეთებთ ძალიან ბევრ უნიკალურ ოპერაციებს, გვაქვს ძალიან ბევრი ინოვაცია წარმოდგენილი და ამისთვის ვფიქრობთ, რომ დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ გქონდეს უფრო ფართო ასპარეზი ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის. პლასტიკური ქირურგია, ესთეტიკური ქირურგია კონკრეტულად არის ყველაზე რთული მორალურად თუ შევხედეთ პაციენტი და ექიმი ურთიერთობაში. ანუ პირველ რიგში აქ უნდა იყოს ადეკვატური გაგება, რა უნდა პაციენტს, გამოგვივა თუ არა ის შედეგი, ანუ აქვს თუ არა დღეს პლასტიკურ ქირურგიას ის ტექნოლოგიები, რომ ის შევასრულოთ, რაც უნდა პაციენტს ისე მარტივად, რომ ხანმოკლე რეაბილიტაციაში დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას და იყოს ბედნიერი. აი ეს ყველაზე რთული მომენტია. თუ ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და ვაკეთებთ ოპერაციას, მერე უკვე არის ტექნიკური მომენტები, როგორ გააკეთე, რა ტექნოლოგია გამოიყენე ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მერე მოუვარე პაციენტს და მთავარია პაციენტი იყოს ბედნიერი. კონკურენცია ყოველთვის არსებობს, ეს თუ ვლაპარაკობთ ჯანსაღ კონკურენციაზე, ეს ძალიან კარგია. ამისთვის აუცილებელია მეტი კოლეგიალობა, რაც პირობითად დღეს ალბათ ყველას გვაკლია საქართველოში. ეს ალბათ ჩვენი კავკასიის ხალხის ამბებია, მაგრამ იმედია, რომ ყველაფერი ვითარდება ნელ-ნელა, ესეც განვითარდება. დღეს აქტიურად მუშაობს ჩვენი დარგის საზოგადოება, სადაც ყველა ცნობილი და ახალგაზრდა პლასტიკური ქირურგი ერთად არის გაერთიანებული, ერთად ვესწრებით კონფერენციებს, ერთმანეთს ვეშეარებთ გამოცდილებას და იმედია, რომ ეს განვითარდება ისე კარგად, როგორც დაიწყო. ისე ჩამოყალიბდა ჩვენი გამოცდილება, რომ რომელიღაც ეტაპზე ცხოვრება მოიტანა, რომ აუცილებელი გახდა, რომ ის შრომა, ის გამოცდილება, ის ცოდნა, რაც ჩვენ კონკრეტულად მე მქონდა დაგროვილი და ეს მერწმუნეთ არ არის სტანდარტული ხედვა ბევრ საკითხებში, ეს მე როგორც აღვნიშნე, არის ბევრი ინოვაცია, ბევრი უფრო პროგრესული ხედვა ოპერაციებში და მიდგომაში, რომ გაგვეხსნა ევექსთან ერთად ეგრეთ წოდებული რეზიდენტურა პლასტიკურ ქირურგიაში. ამით დაიწყო ჩვენი მენტორობა, ეგრე რომ ვთქვათ,
დღეს არიან ახალგაზრდა ბიჭები და ახალგაზრდა გოგოები, რომელიც უკვე გახდნენ ისინი პლასტიკური ქირურგები, ოფიციალურად აქვთ ლიცენზიები, ჩვენთან ერთად მუშაობენ და იმედია გააგრძელებენ ამ საქმიანობას და ჩემი მენტორული პასუხისმგებლობა ზუსტად ის არის, რომ რადგან დავიწყეთ, ბოლომდე უნდა მივიდეთ ბევრი რამეში და კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ამ დარგში და ამ სფეროში. ჩემი ზოგადი ხედვა არის ესეთი, რომ პაციენტს თუ ჯანმრთელობის გამო ჭირდება რაღაცა დახმარება და ჩარევა, ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი ქვეყანაში ამისთვის. ქვეყანამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მაქსიმალურად ახალგაზრდა სტუდენტებს მიეცეს განათლების პირობები. გინდ ამ ქვეყანაში, გინდ სხვაგან, გინდ ამერიკაში, გინდ ევროპაში. აბსოლუტურად უფასოდ იმ ბავშვებისთვის. და მესამე, რომ თავისუფლება უნდა მეტი მიეცეს სამედიცინო პერსონალს და გადაიხედოს აი ეგრეთ წოდებული რეგულაციები, რომელიც მე მესმის რისთვის არის გაკეთებული ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ დავიბადეთ, ჩვენი თაობის ხალხი დაბადებულია საბჭოთა კავშირში, სადაც საერთოდ არ იყო ესეთი დარგი და სათანადო ლიცენზია არ არსებობდა, როგორიც ახლა არის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია. ეს იყო აბსოლუტურად ინოვაცია ქვეყნის მედიცინაში. ქვეყანაში სრულდებოდა ადრე მხოლოდ და მხოლოდ ცხვირის ოპერაციები, ეს ცნობილი საქართველოს ისტორია და რეალურად ჩვენ გავხსენით ეს გზა მარტო ჩვენთვის კი არა, დღევანდელი ახალგაზრდა სპეციალისტების ქვეყნისთვის, რომ ქვეყანაში შემოვიდა დარგი პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი შევასრულეთ პირველი ოპერაციები ჩვენ ქვეყანაში, ამიერკავკასიაში და ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან ბევრი ოპერაციები გვაქვს გაკეთებული პირველად ეგრეთ წოდებული ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. პირველადი განათლება ეგრეთ წოდებული სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, რა თქმა უნდა, თბილისში, საქართველოში, მაგრამ მე როგორც მე აღვნიშნე, არც საგანი არ არსებობდა ეგეთი სამედიცინო ინსტიტუტში, არავის არ ასწავლიდა პლასტიკური და საერთოდ რეკონსტრუქციული ქირურგია იყო ზღაპარი. ერთადერთი ჩემ მშობლებს ძალიან დიდი მადლობა, რომ თავის დროზე და დაჟინებით მასწავლეს და ვისწავლე ინგლისური და სკოლაში უკვე ვიცოდი ძალიან კაი დონეზე ინგლისური და ჩემი განათლება რეალურად მე ჩემით მივიღე. საბჭოთა კავშირის პირობებში იყო ურთულესი, იმიტომ რომ უცხოური ლიტერატურა იყო, კრიმინალის ტოლფასი, დავდიოდით მოსკოვში, არალეგალურად ვშოულობდით სამეცნიერო ჟურნალებს, გვიღებდით ქსეროქსებს და ესე ვსწავლობდით. ჩვენი პირველი რეკონსტრუქციები ეს იყო დღეისთვის უკვე ძალიან საინტერესო და პრაქტიკაში დანერგილი თემა, ძუძუს რეკონსტრუქცია ავთვისებიანი მასტექტომიის შემდეგ, ანუ როცა პრაქტიკულად იჭრება თავიდან ბოლომდე და ქალს აღარ აქვს ძუძუ, ეს იყო პირველი და მაგასთან პარალელურად გაკეთდა ქვედა კიდურის რეკონსტრუქცია, ანუ როცა იყო ლაპარაკი, რომ ფეხი იყო საამპუტაციო, ჩვენ შეუნარჩუნეთ ადამიანს, მამაკაცი იყო როგორც მახსოვს. დღეს დადის თავის ფეხით ეს ადამიანი. აი ეს იყო ორი ძირითადი რეკონსტრუქცია. პარალელურად ამასთან ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენ თანამშრომლობდით ონკოლოგებთან, იყო ეგეთი განყოფილება თავი და კისრის სიმსივნეები, ყოფილი ლისის ტბაზე ცენტრი. და იქ შევასრულეთ ძალიან ბევრი ერთობრივი ოპერაციები, როცა იყო ლაპარაკი ხახის აღდგენაზე, პირის ღრუს აღდგენაზე, ქვედა ყბის რეკონსტრუქციაზე. მოკლედ ეს პირველი ნაბიჯები იყო, წარმოიდგინეთ, 30-32 წლის წინ. დავიბადე ჩვეულებრივ თბილისში 1964 წელს სექტემბერში. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ არც მამაჩემი და არც დედაჩემი არ იყვნენ ექიმები.
იყვნენ ორივე იყო ინჟინერი, ერთი დედაჩემი იყო ქიმიკოსი, მამაჩემი იყო ელექტრიკოსი ინჟინერი. ოჯახში არანაირი კავშირი მედიცინასთან არავის არ ქონია და ეს იყო ჩემი სურვილი. მაშინ იყო პოპულარული თემა ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა და ძალიან მარტივად, ერთი გამოცდის ჩაბარებით ფიზიკა იყო მაშინ ჩასაბერებელი, ფიზიკის ჩაბარებით ერთი გამოცდით მოხვდი სამედიცინო ინსტიტუტში, მაშინ ეს იყო 91 წელი და მაშინ თუ გახსოვთ ეს თემა საერთოდ სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება იყო რაღაცა ზღაპარი, არავის არ სჯეროდა რომ აი ესე მარტივად, მართლა ძალიან მარტივად მივედი ფიზიკა დავწერე, გამოვედი და მორჭა. ჩემთვის ეს ამბავი. მე ვისწავლე სამედიცინო ინსტიტუტში 6 წელი. მე დაიწყო ჩემი შრომა და განვითარება. დედაჩემს ძალიან უნდოდა ეს შინაგანად, ეს ამბავი რომ ექიმობა ჩემთვის. მამა ჩემზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ამ საკითხში არანაირი ემოცია არ ქონდა, უბრალოდ ძალიან გაიხარდა ეს ამბავი რომ ჩავერიცხე სამედიცინო ინსტიტუტში. მაგრამ როგორც ვიცი მე მოყოლით, მამა ჩემს ძალიან აინტერესებდა აი ეს თემები, სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციებზე რომ დავდიოდი, ხო? მე გავიგე რომ მამა ჩემი ძალიან აქტიურად მე ვერ მეკითხებოდა, იმიტომ რომ იცოდა რომ მე ძალიან ისეთ ჩაკეტილი ვიყავი ამ ამბავში და ოჯახში არაფერს არ ყვებოდი. ახლა სამედიცინო ინსტიტუტში რა ხდება, რა შეჭირდება, ახლა მამა ჩემს და დედა ჩემს როცა არც ერთი ექიმი არ არის. მამა ჩემი თურმე ძალიან აქტიურად ვიღაცეებს იქ ეკითხებოდა, როდის არის კონფერენცია, რა თემით გამოდიხარ და ასე შემდეგ. საერთოდ რთულია რომ იყო შვილი გამოცდილი ადამიანის, წარმატებული ადამიანის, ეს ძალიან რთულია. მე მახსენდება ჩემი ბავშვობა, მე პირიქით არავინ არ მყავდა ოჯახში ექიმი და აი ეს კომპლექსი და ეს ზედმეტი პასუხისმგებლობა მე არ მქონდა, რაც ვთქვათ აქვს და უნდა კონდეს ჩემ შვილს. თავიდან როცა აირჩია მან ეს გზა, მე აი გინდ დაიჯეროთ, გინდ არა, არასოდეს არ ვიყავი ინიციატორი იმისი, რომ ჩაებარებინა სამედიცინო ინსტიტუტში და სათანადოდ არასოდეს არ ვიყავი ინიციატორი იმისი, რომ გამხდარიყო პლასტიკური ქირურგი. ეს არის მისი აბსოლუტურად პიროვნული არჩევანი. ერთადერთი რაც მე მაქვს ნათქვამი, რომ შვილო, სხვასთან შედარებით შენ უნდა იყო გაცილებით უფრო განათლებული, კარგი, ყველაფერში, რომ ხალხმა არ იფიქროს, რომ შენ რაღაცა მიაღწიო, იმის გამო მიაღწიე, რომ შენ ხარ აი ჩემი შვილი. აი ეს არის მთავარი. დანარჩენი ყველას აქვს ღმერთის წინაშე ის ადეკვატური დღეს განათლების ცოდნის მიღების პირობები აბსოლუტურად ყველას, არავინ არ არის დაჩაგრული, ინტერნეტი არის ღია სივრცე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ იმისთვის, რომ ვასწავლოთ ყველას, ვისაც ვის ექნება მაგის სურვილი. ვნანობ, რომ დავიბადე საბჭოთა კავშირში. თორე რაც ამ პირობებში გამიკეთებია მე, ალბათ მაქსიმუმი გაკეთდა, რაც შევძელით, იმიტომ რომ ძალიან ცუდი დრო იყო, თქვათ 90-იანი წლები, საბჭოთა კავშირის დაშლა, მერე პოლიტიკური ამბები, დღემდე არ არის ეს ყველაფერი დალაგებული იმისთვის, რომ განვითარდეს მედიცინა. აი ამას ვნანობ. აქ არავისი ბრალი არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენ უნდა შევეგუოთ ამას. მე ვთვლი, რომ ადამიანი იქ უნდა იყოს ბედნიერი, სადაც დაიბადა, რომ ალბათ ეგრე ჯობია და ღმერთ ვთხოვდა საზოგადოებას, რომ იყოს ქვეყანაში მშვიდობა, იყოს პირობები, რომ ჩვენ ვიმუშაოთ, ახალგაზრდება გაიზარდნონ და ყველაფერი ამ დარგისთვის იყოს კარგი. ქვეყნის წასვლის შემოთავაზება მქონია უკვე
როცა ვიყავი ჩამოყალიბებული ექიმი და როცა ვმუშაობდი და არასერიოზულად მივიღე ის, იმიტომ რომ აქ მქონდა უკვე ყველაფერი პრაქტიკულად აწყობილი, მაგრამ რა თქმა უნდა ახალგაზრდობაში ის რაღაცა ბავშვური მაქსიმალიზმი მქონდა და ვაპირებდი წასვლას ქვეყნიდან ისევ იმისთვის, რომ მესწავლა. ამერიკა, ავსტრალია, ევროპა, გერმანია. ამერიკაში არის თავისუფლება ჩვენ დარგში. ამერიკაში მე ნანახი მაქვს, ამიტომ კი არ ვიძახი, რომ ამერიკა თქვათ ცუდია მაგ მხრივ, არა, პირიქით. ამერიკაში მაქვს ნანახი ისეთ პირობებში გახსნილი კერძო კლინიკები, რომ ევროპაში ეს არავის არ დაებადება ესეთი სურვილი, რომ თქვათ, აი ეხლა, აი ამ სივრცეში, აი ამ ვიტრაში, აქ რო დაედგა საოპერაციო მაგიდა და რაღაცა манипуляცია შესრულდეს. ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ეს აძლევს თავისუფლებას. მიეცი თავისუფლება და მე აკონტროლე, მაგრამ არა პირიქით. ანუ კოლეგებს, ახალგაზრდა კოლეგებს ვეტყვი ძალიან მარტივ რაღაცას, რომ პირველ რიგში სწავლა, პირველ რიგში წიგნი, ღრმა ცოდნა. აი ზედაპირულ ცოდნას დღეს ძალიან მარტივად ესენი იღებენ ინტერნეტში, YouTube-ში, მაქვს ეგეთი გამოცდილება, რომ ადამიანმა ნახა 1-2 ოპერაცია YouTube-ში და მერე შეასრულა პაციენტზე, ხდება ეგეთი რაღაცები. ამიტომ ძირითადი პრობლემა არის ღრმა ცოდნის მიღება, გამოცდილება და აი ამ გამოცდილებაში სიჩქარე არ ვარგა. ნელ-ნელა არავინ არ იბადება კვალიფიცირულ ქირურგად, ეს მოდის წლების მიხედვით და დიდი შრომის ფასად. ეს ბავშვობიდან მასწავლეს, რომ არაფერი არ იკარგება, არც ცუდი, არც კარგი. ამიტომ მე მრწამს, რომ აი კარგი გაკეთებული, კეთილი გაკეთებული საქმე ყოველთვის გაიმარჯვებს, როგორც ხდება და ხდებოდა ჩვენ ბავშვობის ზღაპრებში. რაც ძალიან სასიამოვნოა ყველასთვის.